საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს პროტესტი. აქ არიან შეკრებილები როგორც ინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ასევე ყველა ის ადამიანები, ვინც აპროტესტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას. ეს ადამიანები თვლიან, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც უნდა ეკუთვნოდეს ხალხს, პირიქით კონკრეტული პირების ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და იმართება და ფუნქციონირებს. სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს, რომ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილიყვნენ და მოითხოვენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუბრუნდეს ხალხს. ორი მთავარი მოთხოვნა რის გამოც ეს ადამიანები ერთიანდებიან, ეს არის, რომ პირველ რიგში გაიხსნას პირდაპირ ეთერი ინდისის პატიმრების ოჯახის წევრებისთვის, სადაც ამ ადამიანებს ექნებათ საშუალება, რომ მათი ოჯახის წევრების პატიმრობის და უსამართლო დაკავების შესახებ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია გააცნონ და ასევე ღია იყოს ის პირდაპირ რეჟიმში გადაიცემოდეს სასამართლო პროცესების ინდისის პატიმრების. დღეს ამ ადამიანებთან, ინდისის პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად ამ მოთხოვნას უნდა უერთდებოდეს ონისე ცხადაძის კიდევ ერთი ინდისის პატიმრის ოჯახის წევრებიც, მათ შორის მამამისიც, თუმცა სამწუხაროდ გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხარო ინფორმაცია გარდაიცვალა ის გუშინ, ამიტომ ის ვერ იმყოფება დღეს ამ ადამიანების გვერდით, თუმცა აქ შეკრებილები ამბობენ, რომ ეს არის კიდევ ერთხელ სისტემის და რეჟიმის დამსახურება, რადგან ეს ადამიანები, ოჯახის წევრები ვეღარ უძლებენ იმ დარც ნერვიულობას და იმ პროპაგანდას, რასაც მათი შვილების და ოჯახის წევრების წინააღმდეგ აწარმოებს დღეს ქართული ოცნება და სწორედ ამ მიზნითაც შეიკრიბნენ დღეს ეს ადამიანები საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიაზე სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ, მათ შორის ონისესაც და უცხადებენ სამძიმარს, მათ და ამბობენ იმას, რომ აუცილებელია სწორედ იმის გამო, რომ იცოდეს საზოგადოებამ ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მოვლენების შესახებ და მათ შორის ინდისის პატიმრების სასამართლო პროცესების შესახებ, რომ ეს ტელევიზია იყოს ღია, რომელიც არის ხალხის მიერ დაფინანსებული და რომელიც ვალდებულია, რომ ობიექტური ინფორმაცია გაავრცელოს საზოგადოებაში. საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის საზოგადოებას და უნდა ემსახურებოდეს ხალხს. აქედან გამომდინარე ისინი, რადგან ათხოვებენ ხალხს და იმ სიმართლეს არ ანახებენ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, გვაქვს მოთხოვნა, რომ ემსახურონ ხალხს, გააშუქონ სასამართლოები და ილაპარაკონ ის სიმართლე, რაც რეალურად ხდება ამ ქვეყანაში. ამიტომ გავართ დღეს აქ და ამიტომ ვითხოვთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუბრუნდეს ხალხს და არა ემსახუროს ივანიშვილს და მის რეჟიმს. ერთადერთი მიზეზი რატომაც აქ ვარ არის ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუბრუნდეს ქართულ ხალხს, ისე როგორც ვითხოვთ, რომ სამშობლო დაუბრუნდეს თავის ხალხს. პატიმრის ოჯახის წევრებს თუ შეუძლიათ ზუსტად გაიაზრონ ის, რა სანერვიულო ხდებათ ყოველდღიურად. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, რომ ინდისის პატიმარი კარგავს ოჯახის წევრს, მთელ ცხოვრებას მიუძღვის მართლა, რომ ადამიანებმა პასუხი აგონ, თუნდაც იმისთვის, რომ ამ პატარა ბიჭებს საშუალება არ მიცეს, რომ უკანასკნელი წუთები თავის მშობლებთან ერთად გაეტარებინათ. მესამეა პატიმრების ოჯახის წევრებიდან, რომლებიც უკვე აღარ არიან ამ ქვეყნად. თავისთავად ამ ოჯახებს ხომ ძალიან რთული სიტუაცია შეუქმნა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ და შედეგიც ის არის, რომ ზოგს გული ვერ უძლებს და ზოგს რაღაც დაავადებები, რომლებიც ფატალურად მთავრდება. აქედან გამომდინარეა, რომ საზოგადოებამ სიმართლე რო იცოდეს, აუცილებელია სწორედ აქ ვიდგეთ და აქედან გავაჟღერებინოთ იძულებით წესით ის სიმართლე, რაც რეალურად არსებობს ამ ქვეყანაში. საზოგადოებრივი იმიტომ ქვია, რომ საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს. ამიტომაც, როდესაც აჩვენებენ ერთ მხარეს და მარტო ჩვენი პოლიტპატიმრების რაღაცა ვითომ და ნეგატიურ მხარეს, აქვე უნდა იყოს შესაბამისი კონტრარგუმენტები. ჩვენი ფულით გაკეთებული, ჩვენი ფულით მოფუნქციონირებული ტელევიზია მეს უნდა გააკეთოს. ამიტომაც ქვია საზოგადოებრივი. ონისე ცხადაძე არის მესამე ინდისის პატიმარი, რომელმაც პატიმრობის პერიოდში ოჯახის წევრი მშობელი დაკარგა და აქ შეკრებილი ადამიანები თვლიან, რომ სწორედ სისტემის დამსახურება ესეც, რადგან ის უსამართლობა, რასაც ამ ადამიანების წინააღმდეგ ხედავთ, ვერ უძლებს მათი ოჯახის წევრებს და შესაბამისად სწორედ ამ მიზნით შეიკრიბნენ დღესაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რომ მოითხოვონ საზოგადოებრივი მაუწყებისგან, რომ სიმართლე იქნას გაჟღერებული და ყველანაირი პროპაგანდა დასრულდეს ამ ადამიანების წინააღმდეგ, როგორც ეს ადამიანები ამბობდნენ, მიიღეს არაერთხელ დაპირება თინეთინ ბერძენიშვილისგან, თუმცა მათ მიმართეს კიდეც წერილობით, თუმცა ესეთი კონკრეტული პასუხი დაუთმობენ თუ არა ღია ეთერს არავის არ უთქვამს და ამიტომ ეს ადამიანები ამ წუთებშიც ელოდებიან, რომ გამოვიდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელიმე წარმომადგენელი და ამ ადამიანებს უთხრან ინფორმაცია. მისცემენ თუ არა საშუალებას ინდისის პატიმრებს, რომ ღია ეთერით ისარგებლონ და ისაუბრონ მათი შვილების უკანონო დაკავებაზე.